მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. საღამომშვიდობისა. ტელეკომპანია პლუსის ეთერში მალხას გამოდაცის საავტორო გადაცემა სტუმარი და მასპინძელი. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი აქვს მოწვეული ჩემს გადაცემაში. და მე ახლა თავს აღარ მოგაწენთ და სწორედ მინდა წარვადგინოთ თქვენ წინაშე ეს უნიჭერესი რეჟისორი. საბავშვო მუსიკალური თეატრი კიჭრაქას დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე. თავს ბესო შემოგვიძეთ სტუდიაში, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობათ. თავს დაბრძანეთ. მაქვს პატივი ვიყო თქვენი სტუმარი და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ გამონახეთ დრო, ვიცი ძალიან დიდი დაწვეთული გრაფიკი გაქვს, სულ რეპეტიციები ბავშვებთან და გამონახეთ ის დრო რომ მოსულიყავით. ეს დიდი პატივია თქვენიდან ჩემს მიმართ ეს დიდი და ამის მადლობა და მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ეხლა მითხარი, როგორი განწყობით, როგორი შემართებით ახართ მოსული თეონელი გადაცემას? ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ყურადღებას გაქცევენ და ცდილობენ რომ შენი შემოქმედება, შენი ნამუშევარი ხალხსაც გააცნონ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვარ ინტერვიუსთვისაც და გადაცემაში სტუმრად. შენ როგორც მარტო ჩემთან შემართები და განწყობით კი ხართ მოსული, მაგრამ შენ ყოველთვის ხარ, მოდი შენობით ვილაპარაკოთ, ჩვენ მეგობრები ვართ, კოლეგები ვართ და შენობით ვისაუბროთ და კი ბატონო. შინაურულად. შენ მე როგორც ვიცი, შენ ყოველთვის ხარ აი განწყობაზე. ყოველთვის პროფესია გაქვს. და პროფესია ყოველთვის. კი, პროფესიას გარდა ბავშვებთან მიწევს მუშაობა და რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგი განწყობით უნდა შეხვიდე. რთულიც არის პროფესიული მუშაობა. შეგიძლიათ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, ან რაღაც რაც არ უნდა პრობლემა, მაშინვე სარეპეტიციო დარბაზის წინ უნდა დაივიწყო ეს პრობლემებიც და ყველაფერი, ცუდი. რადგანაც ბესო, შენ ხარ კარგი განწყობით და შემართებით მოსული. კი ბატონო. დავიწყოთ მაშინ ჩვენი კითხვა პასუხების კორიანტელი. დავიწყოთ. და პირველი შეკითხვა ბესო ლომსაძეს. ვინ არის ბესო ლომსაძე? ბესო ლომსაძე არის ერთ-ერთი რიგითი ჩვეულებრივი ხელოვანი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის საქმე, უყვარს თეატრი ზოგადად, მთლიანად ხელოვნება რა თქმა უნდა და ყოველთვის ემსახურება და მოემსახურება ბავშვებს. ძალიან კარგი. ბავშვობის ტკბილი მოგონებები. იმდენად საინტერესო ბავშვობა მქონდა და ლაღი, რომ მართლაც ეთერის დროც არ ეყოფა, მე რო დავიწყო და ბავშვების მოგონებებზე ვისაუბრო. თუმცა აი იმის მიხედვით, რომ თავგადასავლები ძალიან მიყვარდა, ყოველთვის ან ხიფათიანი, ან საინტერესო მოგონებები შემიძლია ვთქვა ხოლმე და მოუყვე მაყურებელსაც რა თქმა უნდა. შინაურობაშიც მეგობრებსაც ვიყავი საინტერესო ბავშვი იმ გაგებით, რომ ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფერს უჩხიგინებდი. სათამაშოც რომ მოეტანა აუცილებლად დავშლიდი, რომ გამიგო შიგნით რა მექანიზმით მუშაობს. მეგობრები მიყვარდა ძალიან ბავშვებთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა ოხუნჯობა და სიეშმაგე იყო ჩემი თამდევი, იმიტომ რომ ეშვევია ყველა. აი ბავშვობაში როცა იხსენებენ ხოლმე ჩემ ბავშვობას ჩემი მეგობრები ნათესავები, რა თქმა უნდა პირველ რიგში იმას იხსენე, აი როგორ გვაწვალებდი გახსოვს. რა ხრიკებს გვიწყობდი და აი ეს გახსოვს ლიმონათი რო დაგვილია და ჩაი რო ჩაგვისხი შიგნით, იმის მაგირო და ის ასე შემდეგ და ასე. აი ესეთი ბავშვობა მქონდა. რომ არა იმ პროფესიის ადამიანი, ვის დღეს ხართ, ვინ იქნებოდით? მე მაქვს მეორე პროფესიაც, მე ჯერ უცხო ენათა ინსტიტუტი დავამთავრე და მე სარეჟისორო გერმანისტი ვიყავი, ვარ პროფესიით, მეორე პროფესიით, მაგრამ ეს იყო პირველი პროფესია ჩემი. მაგრამ თეატრი იმდენად მიყვარდა, რომ მაინც სარეჟისოროს გადამქაჩა სარეჟისორო და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტშიც. აქედან გამომდინარე პასუხიც ის არის, რომ მაინც რეჟისორი ვიქნები. ძალიან კარგი. რა არ მოგწონთ საკუთარ თავში? საკუთარ თავში ალბათ ხანდახან ფიცხი ვარ, უცებ ვიცი ხოლმე, ძალიან დიდი მოთმენის უნარი მაქვს, მაგრამ ვიცი ხოლმე, რომ უცებ შეიძლება გავცეცხლდე რაღაცაზე, ან რეპეტიციაზე, ან ძირითადად რეპეტიციას თორე სახლში ზოგადად მშვიდი გუნება მაქვს.
მაგრამ 2 წუთი არის საჭირო, არც კი რამდენიმე წამი რომ ისე დამშვიდე, ისე გავაგრძელო. აი ეს მაქვს ცოტა ჩემი აზრით ცუდი ჩვევა, რომ სიფიცხე მახლავს ხოლმე. ჩემ პროფესიაში პრინციპში ეს მისაღებიც კია, იმიტომ რომ გონება, სხეული, ყველაფერი მუშაობს, რომ რაღაც პატარა თუნდაც სცენა აწყო და ეგ შეიძლება სიფიცხე გამომეპაროს ხოლმე. აი ბავშვებთან რომ მუშაობ, მაგითო ვამბობ. მივხვდი. თუმცა მკვირა ლამაზებული არა. ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებთ. ხო, ესეც სამსახურთან დაკავშირებით. აი ნახე, აი უყურე, აი ეს ფრაზები მაქვს სულ. აი ნახე როგორ უნდა გააკეთო. აი ამ დროს აი ნახე სულ და ზოგჯერ უფიქრე ეხლა ვიღაცამ რომ ჩემზე გააკეთოს პაროდია, ალბათ ამ სიტყვებს გამოიყენებს. შეიძლება სხვასაც უბრალოდ მე ვეღარ ვამჩნევ ამას, მაგრამ ეს კომიკური სიტუაციები თქვენს პროფესიაში. გულისხმობ კურიოზებს. კურიოზები თან ახლავს სპექტაკლებს, რა თქმა უნდა. ყოფილა რომ ერთი და იგივეს უხსნი ხოლმე ბავშვებს და უიმე ეს ხო თქვი, თუმცა სპექტაკლის დროს ხშირია ხოლმე რომ შეიძლება ან ტექსტი გაეპაროს ვინმე სხვა ან დაავიწყდეს. იყო ესეთი შემთხვევა რომ ჭინჭრაკაში მაგალითად გადასვლა სცენაზე, ანუ სასახლიდან არის ტყის სურათზე გადასვლა. იქ ბნელდება სცენა, უცებ უნდა აინთოს და უცებ იცვლებოდა დეკორაცია ახლა ადრინდელ ამბავს ვამბობ მაგალითად. გავხედე აინთო ტყის სცენა და მეფის სავარძელი დგას შუა ტყეში. როგორია? იქ მე ხრიკები რა თქმა უნდა მსახიობის ოსტატობით ხო მოუპარე მეფეს სკამი და ხო წამოვიღე ერთ-ერთი ცხოველი ამბობდა. ჭინჭრაკა ამბობდა და აი ესე გამართლდა ტყეში სკამი. ბავშვებთან კი არა, დიდებს პროფესორებს კი, ესეთი რაღაცა გასაგებია მოხდა. პატიებად, მაინც ბავშვები. კარგით. რატომ გადაწყვეტეთ რეჟისორობა? ზოგადად 5 წლიდან მდგავარ სცენაზე. აი ხელოვნების ბევრი დარგი გამივლი, აი ცეკვაზე დავდიოდი, თანამედროვეზე დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, აღარ მომწონდა ეს და ქართული მინდოდა მესწავლა, მაგრამ როცა ვიყავი დაახლოებით 10-11 წლის შემიყვანეს საბავშვო თეატრში, პერიკონი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი იმ პერიოდში, 80-იან წლებში, 90-იან წლებში და რამაზ გულუა გახდათ რეჟისორი. აი იქ მართლა მოვიწამლე უკვე სცენით. და იქიდან იგზენით უკვე. იქიდან ვიგზენი. სერის მტვერი. კი, შევიგზენი და საქმე იმაშია, რომ ხო შეიძლება აი ხელ ჩემ ბავშვებს რომ უსვავ კითხვას რა გინდა გამოხვიდე, ან ყველა ამბობს, აი მსახიობი, არა, მე რეჟისორი. რატო? მომწონდა ჩემი პედაგოგის მუშაობა ბავშვებთან და მაშინ ოცნებად ჩამესახა ეს, რომ აი რო გავიზრდები, მეც ბავშვებს უნდა ვასწავლო, ოღონდ თეატრში. ესო, შენი პირველი დადგმული სპექტაკლი? ჩემი პირველი სპექტაკლი გახლდათ ჭინჭრაკა ნახუცრიშვილის მახსოვს ეს იყო 95 წელს მქონდა 1995 წლის 17 მაისს თარიღიც მახსოვს. პრემიერა და აი ეს სპექტაკლი ზოგადად თბილისში რა სიტუაციაც იყო კი იცით, ომი, შიმშილი, სიცივე, უშუქობა, ყველაფრის გარეშე ყოფნა, მაგრამ ყველაფერი რო გამოვსათეთ. კი, ყველანაირი პირობა გამოვიარეთ და ეს იყო ჩვენი უბნისთვის მაგალითად ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომ ბავშვს შეეძლო მოსულიყო და სპექტაკლები ენახა. და ჩვენ მქონდა ეს სპექტაკლი, ჭინჭრაკა გავაკეთე. და აი სხვათა შორის ჩვენი სახელიც გამომდინარეობს პირველი სპექტაკლიდან. იმიტომ რომ მაყურებელი ქუჩაში რო ხვდებოდათ ბავშვებს, ჭინჭრაკელები მოდიან, აი ამას ამბობდნენ ხოლმე და დაერქვა ჭინჭრაკა. პირველი სპექტაკლი იყო ჭინჭრაკა. გამორჩეული თქვენი დადგმული სპექტაკლი, გამორჩეული. ყველა სპექტაკლი ჩემთვის მართლა სასიამოვნო საყვარელია, მაგრამ აი პირველ სპექტაკლს გამოვარჩევდი მართლა, იმიტომ რომ ჭინჭრაკას. იმიტომ რომ მართლა აი ძალიან სხვა მაყურებელი ყავდა ამ სპექტაკლს, როგორც გითხარით, ერთ-ერთი სადაც შეიძლებოდა ბავშვი და აიტაცა მაყურებელმა. აიტაცა მაყურებელმა. შემდეგი სპექტაკლი იყო ჩემ მეგობართან ერთად გავაკეთე მუსიკოსთან, თამაზ ჭოლაძესთან. ერთად მიუზიკლი მზე ისე ვამოვა, რომელმაც უამრავი პრიზი მიიღო სხვადასხვა ფესტივალზე და
მართლაც კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა და შარშა თუ შარშანწინ მოხსენი რეპერტუარიდან, როცა დაიდგა 2000 პირველ წელს. წარმოვიდგინე. არ უნდა მოგეხსნა. შეიძლება აღვადგინო ის. უნდა აღადგინოთ, ასეთი წარმატებული იყო. ძალიან. არის ესეთი სპექტაკლი, ეხლაც მაქვს, მაგალითად წყილი და ჭიანჭველა, რომელიც აი გუშინ წინ კიდევ ვითამაშე მაგალითად. ესეც ძალიან ადრე დავდგით ეს სპექტაკლი ადრე. დაახლოებით 20 წლის წინ დაიდგა და რეპერტუარში ყოველთვის არის. ალბათ იმიტომ რომ პროგრამულიც არის, აი ხშირად ასწავლია წყილი და ჭიანჭველას მე ძირითადად ვცდილობ რომ ქართული ხალხური ზღაპრებიდან ავიღო სიუჟეტები, ქართული თუმცა მაქვს უცხოური ლიტერატურაც. ალბათ მაგან განაპირობა, მაგრამ თვითონ სპექტაკლიც ძალიან სახალისო და ძალიან ბავშვებისთვის მისაღებია. ალბათ იმიტომ ცოცხლობს დღემდე. ესო, ახლა მინდა გადავინაცვლო შენ თეატრს, ასე შეეხება საბავშვო მუსიკალური თეატრი ჭინჭრება. როდის დაარსდა? როდის ჩაეყარა საძირკველი? როიწია? თეატრი და მოყევით რამოდენიმე თქვენი თეატრის შესახებ და კი. თეატრი დაარსდა 1994 წელს. შარშან იუბილეა ქონდა 30 წლის თავი. ეს იყო მოსკოვის გამზირზე კულტურის ცენტრი განთიადი. ეხლაც იქ მოვაწეობ. და ნუ იყო დრამწრე. ჩემ მეგობართან კობა კამკამიძესთან ერთად გავაკეთე 94 სკოლაში უბრალოდ დრამწრე და შემდეგ გადმოვინაცვლეთ უკვე კულტურის სახლში და დაფუძნდა 94 წელს. ამის მერე მოვდივართ. შემდეგ შევხვდი ჩემ გავიცანი თამას ჭოლაძე წეგან ვინც ვახსენე მუსიკოსი იმას მუსიკალური სტუდია ქონდა მე თეატრალური გავაერთიანიც და შეიქმნა უკვე მუსიკალურ თეატრალური სტუდია. დღესდღეობით მოღვაწეობს ისევ მოსკოვის გამზირზე. მრავალფეროვანია, ისწავლება ვოკალი, მაგდა ბენიძე მყავს შესანიშნავი ვოკალისტი. ნათია ფრანგიშვილი მხატვარი და ქორეოგრაფი და ფაქტიურად ჩვენ არა მხოლოდ სპექტაკლებში, არამედ კონცერტებშიც ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას. გასტროლები თუ ქონია ამ ფესტივალებზე თუ კი, მუდმივად დავდივართ გასტროლზე, ჩვენ ბევრი ჯგუფი გვყავს ასაკობრივი. საქართველოში სადაც კი თეატრალური ფესტივალია, ყველგან ვცდილობთ რომ მივიღოთ მონაწილეობა და გავდივართ უცხოეთშიც. ფესტივალებზე ღებულობ ფესტივალებზე აუცილებლად არის შესანიშნავი ფესტივალი მზიანი საქართველო, თეადავითაია ხელმძღვანელი და მის ყველა ფესტივალზე დავდივართ თეატრალურ ფესტივალზე, იმიტომ რომ ერთი განწყობა ყოველთვის კარგია იქ, გარემო პირობები ყოველთვის საუკეთესოა, კომპეტენტურია ჟიურიც და ფასდება ყველა თეატრის ნამუშევარი სწორად და ყველა ღონისძიების თუ ფესტივალის ორგანიზება რთულია. კი. მაგრამ აი ასე ორგანიზებას რო აკეთებს ადამიანი, მქონდა ასეთი რაღაცა შემესო რომ როცა დავიწყე სკოლების ღებულობდნენ, მაშინ მონაწილეობა სტუდიებიც და რაიონებიდან ჩამოდიდნენ რეგიონებიდან დილის 9 საათზე ვიღავი კულტურის ცენტრი იმედში. როცა იქიდან მომდიოდნენ და სულ მეუბნებოდნენ რომელი სადარ მიგვიღია მონაწილეობა. ასეთი კარგი დაორგანიზება და შეხვედრა და ასეთი ისეთი ასე დამინახია რა. ამათ ის მნიშვნელობა გეს მიხაროდა რომ არა მარტო ერთი რაიონი კი არა, ის ჩემ ბათუმიდან იყო კი, მთელი საქართველოს. სულ 9 საათს ვიღავი რომ დახვდოდი ამას რომ შემოყვანა დარბაზში და პატარა მონახაზი მაინც გეკეთებიათ სპექტაკლამდე რეპეტიციები გაივლოთ. კი. ტექნიკური მხარე რა როიწვია. კი, არის საქართველოს ტარდება თეატრი. ფული არის ეს ორგანიზება, ძალიან რთულია და ძნელიც არის, მაგრამ და ძალიან გაწევს უკვე ორგანიზატორს კისერზე როიწვია რა. კი ბატონო. მე რომელი ფესტივალებიც ვახსენე, ну რა თქმა უნდა სხვა ფესტივალებშიც მიგვიღია მონაწილეობა, ტარდებოდა მაჩაბელა, სიღნაღში, თელავში მიგვიღია მონაწილეობა, ну სხვადასხვა ქალაქებში, უბრალოდ გამოარჩიე ეს ფესტივალი, როგორც ერთ-ერთი მართლაც კარგი ფესტივალი. თქვენი თეატრი რამოდენიმე თუ არის ნომინაციაში გამარჯვებული ან სამსახიობო ჩვენი თეატრი არის რამდენჯერმე არის გრან-პრის მფლობელი სპექტაკლებით მახსოვს ბორჯომში აი მზე ისევ ამოვა ვახსენე ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი დაახლოებით კი არა 6 ნომინაცია წამოვიღეთ თან მთავარი პრიზები ფაქტიურად ეს 2002-2003 წლები იყო დაახლოებით
მე მიგვიღია მაჩაბელაძე გრან-პრი დავსახელებულ ვართ საუკეთესო მამუკალუმაშვილთან უწინარეს ადამიანი საუკეთესო სპექტაკლად დასახელებულა მზიან საქართველოზე რამდენჯერმე სპექტაკლები ეხლა ხანსაც ვიყავით საგარეჯოში უბრალოდ იქ ხეთის ბავშვები მყავდა წაყვანილი და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ან ასეთი პრიზები ძალიან ბევრი გვაქვს საბედნიეროდ. რადგანაც ჩემმა თემატურმა სტუმარმა მოგვიყვა თავის თეატრის შესახებ ჭირჭრაკაზე, მინდა ეხლა ძვირფასო ტელემაყურებლებო გიჩვენოთ ვიდეო ფირი საბავშვო მუსიკალური თეატრი ჭირჭრაკას ბავშვების შესრულებით ნაწყვეტების სპექტაკლებიდან. თორს ჩავთვალოთ ვიდეო ფირი. მოდი შემოვუაროთ. რა თქვია შემოვუაროთ? ჩემს ვაჟკაცობაზე თელი საჭიანჭველეთი ლაპარაკობს. თვით ჭინჭი მეუსაც კი გამატარე. უნდა გადავახტე. ამხეში ერთი ხვავი ცხოვრობს, სიმღერა უყვარს. სიმღერის გარდა უძულაზე თამქვევს და არასდროს იცვლის სიმს. თუ მიხდით ხალხო ეს ხვავი მე ვარ მომღერალი დავწე. დამსიმნისთვის ამ სიმღერისთვის ალბათ ყველას ჩემი მე ორმოს ვეძებ. ორმო მე ვარ. თქვენ? დიახ, მეც ახლა ორმოს ვეძახიან. მაგარი ისეთ გრიშა მქვია. უკაცრად ბატონო გრიშა ორმო.
გავაგზავნოთ ისევე კითხვა პასუხების ვარიანტები ჩემს და დაგისვა მასე შეკითხვას. რა გაღიზიანებთ? დაგვიანება. დაგვიანება და უფრო მეტად ის მაგვიზიანებს, როცა მე ვაგვიანებ და მაგაზე მეტად ის მაგვიზიანებს ჩემი ბრალი როცა არ არის ხოლმე, ან საცობში მოყვები ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ფილიალები ესე რეჟისორებს გეპატიება დაგვიანება, იმიტომ რომ სახელი არ დაგვიანებს. მაგრამ აი მართლა მაგვიზიანებს ხოლმე დაგვიანება. დაგვიანება ამ ჩვენი არასოდეს. განსაკუთრებით სპექტაკლზე როცა მიგვიანებენ ხოლმე. სპექტაკლის ნერვიულობ ხოლმე რომ ან რამე ხო არ დაემართა ბავშვია მაინც ან რა ვიცი ეგ მაღაზიანებს როგორია თქვენი სიხარული დღეს ყველა დღეს სასიხარულოა როდესაც კარგს აკეთებ იმ დღეს ჩემი აზრით სასიხარულოა როდესაც აი მაგალითად გუშინ წინ სპექტაკლი ქონდა და ხშირია ასეთი შემთხვევა როცა მაყურებელი ბავშვი ყავს და ის ბავშვიც გადის ბედნიერი, ხელით გეხებიან, მსახიობებთან ფოტოების გადაღება უნდათ. ისე პროფესიის გარშემო ვტრიალებ და იმიტომ ამას სასიხარულოა, როდესაც გიწერენ შტაბ-ეჭვლებების წიგნში, რომ აი განსაკუთრებულები ხართ, მიყვარს თქვენი სპექტაკლები, კიდე დაუბრუნდებით, კიდე რა თქმა უნდა სასიხარულოა. შემდეგი შეკითხვა ასეთია, გირჩევნიათ ნაკლები სამუშაო გქონდეთ? თუ მეტი სამუშაო, რომლის კეთებას ნამდვილად სიამოვნებთ. რომლის კეთებაც მსიამოვნებს იმ სამუშაოს დაუსრულებლად შევასრულებ ჩემი აზრით. ყოველთვის მე ვიღლები მხოლოდ და მხოლოდ სახლში, როდესაც შევადგავ ფეხს, აი მაშინ ვგრძნობ დაღლა. დანარჩენი სიამოვნებით ვასრულებ რამდენი სამუშაოც არ უნდა იყოს. რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი ბავშვობის მოგონება? წეგან მეორე კითხვაში დაგისვით, თქვენი ტკბილი მოგონებები და აი რომელია სხვათა შორის ყველაზე კარგი მოგონება, აი მე ვახსენე რომ და ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ხშირად, ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საფრთხილოა და საპასუხისმგებლო. სხვათა შორის ხო ძალიან ბევრი თავგადასავალი გადამხდენია სოფლებში, მეგობრებთან, ნაცავთან, მაგრამ აი ეს 5 წელი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, რომელი 5 წელიც დავდიოდი მე საბავშვო თეატრში, ბერიკონში. აი შემიძლია 5-ვე წლის თითეული დღე მოგიყვეთ, როდის რას ვაკეთებდი. იმდენად შთაბეჭდავი იყო ეს ნაწილი ჩემი ბავშვობის, რომ არასოდეს არ დამავიწყდება. ამიტომ ვცდილობ, რომ ბავშვებს მეც გავუხალისო, რომ ვიცი რომ იმათვისაც მერე რო გაიზრდებიან, ყველაზე საუკეთესო წლები თეატრში გატარებული წლები. ამახსოვრდეთ და გქონდეთ სამახსოვრო. გეთახმებით ესო, რომ გქონდეთ დროის უკან დაბრუნების საშუალება. შეცვლით რამეს და გაკეთებდით რამეს. ისევ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს, უბრალოდ შეცდომებს გავითვალისწინებდი და იმ წინაღობებს, რაც გამივლია ამ 30 წლის განმავლობაში და საქმეს მაინც ამას გავაკეთებდი, ისევ ბავშვებთან მექნებოდა საქმე. ისევ ბავშვების აღზრდას დავიწყებდი. როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე? ჩვეულებრივი დღე სამსახური, რა თქმა უნდა, რეპეტიციიდან რეპეტიციაზე გადარბენა. ეს თავისთავად. ან კონცერტი, ან ფესტივალზე წასვლა, ყველა დღე ესეთია, ჩემთვის შაბათ-კვირა არ არის, შაბათ-კვირას სპექტაკლები გვაქვს ხოლმე ჩვენ და დაფეთულია წარმოდგენებით. დანარჩენი ჩვეულებრივი დღიდან რომელიმე ფილიალში გასვლა, იქ რეპეტიციის ჩატარება, შემდეგ რეპეტიციიდან ისევ რეპეტიციაზე გადასვლა და ასე შემდეგ. ყველა დღე არის ესეთი. დაძაბული და დატვირთული. ესო, მე რა მინდა ერთი რაღაც მინდა გითხრა. ეს ჩემი სურვილი გამიჩნდა მისი და ეს დღეები ფიქრობდი ყოველთვის დღესაც რომ მოვდიოდი ტელევიზიაში. მინდა მე თქვა ეს აუცილებლად გადაცემაშიც. მე პირადად მე და ჩემი არათიცი თეატრი აქვს მე კომუნიზმის ოფიციალურად დარეგისტრირებული მაქვს გურუხუთა თეატრი ფერმერები და ჩემი თეატრის სახელით მინდა გავაკეთო ესე მაქვს სურვილი და გეკუთვნის ეს შენ ამას დაწმუნებული ვარ
შენს თეატრში გავაკეთო შენი შემოქმედების საქმე. თუ არ იქნები წინააღმდეგი. ამას აცხადებ მაყურებლების აი ჩემი ტელემაყურებლების წინაშე. მადლობა მართლაც. და ეს უნდა მაგ ჩავიქრებული მართლა გულწრფელი სრული გამიშდა ამისთვის და ამას გავაკეთებ აუცილებლად. ერთად დავშევით, ერთად მოვიფიქრეთ როგორ შეიძლება რაღაცა და ასე მქონდა აი სულ ჩემთან ვესაუბრებოდი და გავაკეთო. რომ მოვა გადაცემაში ფესო უნდა პირდაპირ გადაცემაში უნდა უთხრა ეს. კი ბატონო. კი მინდა სიურპრიზად, მაგრამ კი, მართლა სიურპრიზი არ გამოდიოდა. ეხლა სიურპრიზია რა თქმა უნდა და მართლა უფრო მეტად დაფასება ჩემი შემოქმედების და ჩემი რომ დაინტერესდა ადამიანი რომ შენ თუ არ იქნები წინააღმდეგი. არა, წინააღმდეგი არ ვიქნები, მართლაც სიურპრიზი იყო ჩემთვის და მართლაც ძალიან დიდი მადლობა წინას. ძვირფასო ტელემაყურებლებო, სამწუხაროდ ჩემი გადაცემის დრო დასასრულს იუახლოვდა და მე მინდა ჩემს უნიჭიერეს რეჟისორს, საბავშვო მუსიკალურ თეატრის ჭიჭრეხას დაფუძნებელს და სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ რეჟისორს, მე ეს მარტო სამხატვრო ხელმძღვანელი არ არის მთავარ რეჟისორი თვითონ დგავს თავის თეატრის სპექტაკლებში. და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფესო მომზადდეს მომზადების კიდევ ერთხელ ასეთი ლამაზი ინტერვიუსთვის, ლამაზი პასუხების გაცემისთვის ჩემგესო და როგორც პირადში გასურვებ წარმატებებს ასე შემოქმედებაში. მადლობა თქვენ. შენ თეატრთან ერთად. მადლობა თქვენ ტელევიზიას წინსვლას უსურვებ და უფრო მეტ მაყურებელს, რა თქმა უნდა და წარმატებებს, რაც თამდევია საქმისათვის, ნებისმიერი საქმისათვის. და ბესო მინდა თქვა რომ სულ მალე დაახლოებით როგორც გამოვიანგარიშე მე 29 დღე რჩება 2026 წლის კი ბატონო. ახალი წლის შემოგზავნებისთვის და მე მინდა პირველად თქვენ წინასწარ მოგილოცოთ გამდექიშობა ახალი წელი. შენს თეატრთან ერთად რომ იყვიან და გესურვოთ კიდევ წარმატებები და მე მინდა ჩემს ტელემაყურებლებს ჩემი გადაცემის მეშვეობით და ჩემი გადაცემის სახელით თქვენი სახელით როგორც სტუმარი წინასწარ მიულოცო გამდექიშობა ახალი წელი უსურვო სრულიად საქართველოს ხნეობა, ჯანმრთელობა, მთავარია მშვიდობა იყო საქართველოში და მთელ მსოფლიოში. გისურვებთ სიკეთეს, ხვავს, ბარაკას, დოვლას და გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის მეც უერთდები მილოცვას და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.